სახელითა მამისათა, დაძისათა, და სულისაწმინდისათა. ყველას მოგესალმებით, მეგობრებო. დღეს ვისაუბრებთ ჩვენ ძალიან საინტერესო თემაზე, თუ სად იყო უფალი ჩვენი იესო ქრისტე სამ დღეს სიკვდილსა და აღდგომას შორის. მეგობრებო, სიკვდილის, გარდაცვალების შემდეგ 3 დღის განმავლობაში იესო ქრისტე იმყოფებოდა სხეულით საფლავში, ხოლო სულით ჯოჯოხეთში. რატომ? რათა გამოეხსნა ადამის მოდგმა, რომელიც ცოდვით დაცემის შემდეგ იქ იმყოფებოდა ბნელსა და სასოწარკვეთილ მდგომარეობაში. წმინდა იოანე დამასკელი ამბობს: სხეულით საფლავში იყავი, სულით კი ჯოჯოხეთში. ღმერთო, როგორც ღმერთი და სამოსელი გქონდა სიცოცხლისა, რომელიც დამხსნელად იქცა მათთვის, ვინც იქ იყო დამწყდეული. ეს არის სარწმუნოებათა აღსარებლობა, ესე იგი წიგნია მეოთხე თავი 27. ეხლა ქრისტეს სიკვდილი, ქრისტეს გარდაცვალება, მეგობრებო, ნახეთ, კეთილად უნდა ვიცოდეთ, რომ იესო ქრისტე არ თამაშობდა, ასე ვთქვათ, სიკვდილს, ხო? რომ მე ვსაუბრობ თუ ძალიან მარტივ ენაზე, რომ კარგად გასაგები იყოს და ამიტომ ესე იგი აუჩქარებლად ასევე ვკითხულობ და ვსაუბრობ უყვებით, რომ კიდევ ერთხელ გამემეორებ, რომ კარგად უფრო გასაგები და მარტივად იყოს. ესე იგი, ნახეთ, მეგობრებო, იესო ქრისტე ასე ვთქვათ, არ თამაშობდა, ეს არ იყო ესეთი, ხო, გარდაცვალება, სიკვდილის მოჩვენებითი, ხო? არამედ ნამდვილად განიცადა და იგი როგორც ესე იგი ადამიანი, ხო? ნახეთ, მისი გონივრული სული და ხორცი ერთმანეთს გამოიყო, მაგრამ ღვთაება არც ერთს განშორებია. არც ერთს. წმინდა ათანასე დიდი წერს, როცა ქრისტე კვდებოდა ხორცით, ღმერთი იყო მასში უხრწნელად და სიკვდილი ვერ შეეხო ღმერთს. არამედ მხოლოდ ხორცს, რომელშიც ღმერთი იმალებოდა, რათა სიკვდილით გაენადგურებინა თვით სიკვდილი. უფრო უბრალო სიტყვებით რო ვთქვათ, ნახეთ, ქრისტემ თავისი სიკვდილით სიკვდილი მოკლა. ნახეთ, კიდევ ერთხელ, მეგობრებო, რომ მარტივი იყოს უფრო, ხო? იესო ქრისტე ნამდვილი ადამიანი იყო, სრული ჭეშმარიტად, ესე იგი ადამიანი იყო და სრული ჭეშმარიტი ღმერთი იყო, ხო? ერთდროულად ორი ბუნება იყო მასში. ადამიანური და ღვთაებრივი. ღმერთი იყო და ადამიანი. ღვთაება, ნახეთ, სიკვდილი მან ნამდვილი ტკივილით განიცადა, ხო, არა სრულობით, არამედ ნამდვილი სიკვდილი გადაიტანა. ქრისტეს ღვთაება არ განშორებია მის ადამიანობას. წმინდა ათანასე დიდი ამბობს, ხორცში მყოფი ღმერთი უხრწნელად იყო. სიკვდილი, მეგობრებო, შეეხო მხოლოდ სხეულს, ხო, ღმერთს არა. ქრისტემ თავისი ჯვარცმით სიკვდილი დაამარცხა და სიცოცხლე მოგცა, რომ გადაგვრჩენოდა, ესე იგი, ცოდვისა და სიკვდილისგან ჩვენ. ნახეთ კიდევ ერთხელ, თვითონ, თუ ესე იგი, ბავშვები მით უმეტეს პატარები თუ ეხლა მისმენს, ნახეთ, ქრისტემ, ხო, მეგობრებო, თავისი გარდაცვალებით, სიკვდილი მოკლა, თავისი გარდაცვალებით, ხო? და ესე იგი, აიღო ჩვენი კაცობრიობის ცოდვები, ქრისტემდე ვის ცხოვრობდა და ქრისტეს დროსაც და ესე იგი ქრისტეს შემდგომ
ადამიანები ცხოვრობდნენ, მაგალითად ჩვენ და ვიც კიდე ჩვენს მერე იცხოვრებს. ანუ კაცობრიობის ცოდვა აიღო მთლიანად. და სიკვდილი არ არსებობს, ხო? აი რა კარგი არის სიტყვა, ხო, ქართული, ხო, ნახეთ, აი მართლაც ზუსტი და მართალი და ბუკვალური, ხო? აი გარდავიცვალა, ხო? არა, ხო, ანუ ჩვენ გარდავიცვლებით, ხო? ანუ რაც ნიშნავს გარდავიცვლებით, ანუ ერთ მდგომარეობიდან მეორე მდგომარეობაში, ხო? ანუ სული, ხო, როდესაც გამოიყოფა, ესე იგი ხორცს, ეს სული არის უკვდავი და აი ქრისტე მოვიდა, აიღო მსხვერპლი, ხო? და ესე იგი ასე ვთქვათ, გაიხსნა სამოთხის კარები. და ყველაფერი აღსრულდა ქრისტეზე. ეხლა მოდით ვისაუბროთ როგორ ჩადის ქრისტე ჯოჯოხეთში. ნახეთ, მეგობრებო, ქრისტე სულით ჩადის ჯოჯოხეთში არა როგორც ტყვე, არამედ როგორც მეფე და გამარჯვებული, ხო, რომ გამოიხსნას იქ მყოფი სულები. აი წმინდა ეპიფანე კვიპრელი გვასწავლის, რომ მეფე ჩადის ჯოჯოხეთში, რათა გამოიხსნას იქ მყოფი კაცთა მოდგმა. შიში დაეუფლა ჯოჯოხეთს, რადგან ღმერთი მოვიდა მის საზღვრებში. ნუ ქრისტეს ძალა, მეგობრებო, მას მიაქვს სინათლე, სხივი, ხო, ესე იგი შუქი გნებად, ანუ სინათლე მიაქვს ბნელში, ანადგურებს ჯოჯოხეთის კარებს და საკეთებს. როგორც წერია ფსალმუნებში წერია, ხო, ფსალმუნები, ეს არის 106 ფსალმუნი, მე-16 მუხლი. მოარღვია ჭიშკარნი, სპილენძისანი და საკეტნი რკინისანი შემუსრა. ეხლა რა მოხდა ჯოჯოხეთში, მეგობრებო? რა მოხდა ჯოჯოხეთში? როცა ქრისტე ჩავიდა ჯოჯოხეთში, იქ სულიერი რყევა მოხდა. აი ლიტურგიაში ვკითხულობთ, ხო? შეიძრა ჯოჯოხეთი, როცა გიხილა უფალო, მოიძია ადამი და იხსნა იგი ბნელისაგან. წმინდა იოანე ოქროპირი გვასწავლის, მეგობრებო, რომ ჯოჯოხეთმა დაინახა სხეული, მაგრამ ღმერთს წააწყდა. შთანთქა მიწიერი, მაგრამ ზეციურმა შთანთქა იგი. დაინახა უხილავი, მაგრამ ვერ გაუძლო და დასძენს, ასევე რომ სად არის სიკვდილო შენი ნესტარი, სად არის ჯოჯოხეთო შენი გამარჯვება. ეხლა ასევე მოკლედ მოდით ვისაუბროთ, ესე იგი ვის გამო ჩადის, ესე ვთქვათ, ქრისტე ჯოჯოხეთში. ადამიანისა და ყოველი მართლის გამოსახსნელად, მეგობრებო. ამიტომ ჩადის, ესე იგი ქრისტე ჯოჯოხეთში, რომლებიც მაცხოვარს ელოდნენ, ხო? ესენი არის მაგალითად იყვნენ ეგეთები, რომ აბელი, ნოე, აბრაამი, მოსე, დავით წინასწარმეტყველი და სხვა მართალი, ხო? ისააკი, იაკობი და კიდევ სხვა. ანუ ისინი ყველა მიდიოდნენ ჯოჯოხეთში. ამიტომ იყო ჯერ კიდე ადამ და ევას აღუთქვა ღმერთმა, რომ მე გამოვაგზავნიო ხსნელსო და ამიტომ მოვიდა ქრისტეს, უნდა აღსრულებულიყო ყველაფერი და ძველ აღთმაში ეს ყველაფერი წინასწარმეტყველები ამბობდნენ, ქრისტეზე აღსრულდა ყველაფერი და იუდეველებმა წარმოედგინათ ეს ყველაფერი იცოდნენ, წიგნობრები იუდეველები, ხო, რომელიც ბუკვალურად ზეპირად იცოდნენ მოსეს 5 წიგნი და ვერ დაინახეს, იმიტომ რომ არ უნდოდათ და ესე იგი ჯვარს აცვეს. წმინდა ირინეოს ლიონელი წერს, მეგობრებო, უფალმა ჩასვლა ინება ჯოჯოხეთში, რათა იქ მყოფთაც მიეცად მაცხოვნებელი სიტყვა, ხო, და ყოველი ვინც ელოდა რწმენით მიემხრო მას. ამგვარად, მეგობრებო, ქრისტე მოიცვა ყველა დროის ადამიანი, როგორც მიწაზე მყოფნი, ისე ქვესკნელში მყოფნი. მეგობრებო, 3 დღის შემდეგ ქრისტე აღდგა სხეულით, როგორც გამარჯვებული სიკვდილზე და ჯოჯოხეთზე. ანუ ნახეთ, კიდევ ერთხელ მისი აღდგომით დადასტურდა მისი გამარჯვება სიკვდილსა და ბნელზე და სიკვდილზე. ამიტომ ამბობს წმინდა მოციქული პავლე ამბობს, მეგობრებო, რომ სიკვდილო, სად არის შენი ნესტარი?
ჯოჯოხეთო, სად არის შენი გამარჯვება? ეს პირველი კორინთელთა მიმართ 15:45. ნახეთ, წმინდა მამები თქვა გვასწავლიან და გამარტება როგორი არის. ნახეთ, იოანე დამასკელი ამბობს, ქრისტე სულით ჩავიდა ჯოჯოხეთში, რათა დაემხო მისი ძალა და აეყვანა იქ მყოფნი. გრიგოლ ნოსელი ამბობს, ქრისტემ ადამის ძეებად ჩათვალა ყველა, ვინც ბნელში იყო და ნათელში მოიყვანა ისინი. ათანასე დიდი ამბობს, რომ ქრისტემ ესე იგი სიკვდილით ხო მოკლა თვით სიკვდილი ჯვარზე, ხო? ეპიფანე კვიპრელი ამბობს, ჯოჯოხეთმა შიში იგზნო, რადგან მაცხვარი მოვიდა და სიბნელე გაუქმდა. იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ჯოჯოხეთმა შეიგემა სხეული და ღმერთს წააწყდა, შთანთქა სიცოცხლე და თვითონ დაიღუპა. ანუ მეგობრებო, პატარა დასკვნასავით მინდა გავაკეთოთ, რომ ქრისტეს ჯოჯოხეთში ჩასვლა არის ქრისტიანული იმედის ფუძე, ხო? რას ნიშნავს ეს, მეგობრებო? ეს ნიშნავს, რომ არ არსებობს ადგილი, სადაც ქრისტე არ ჩასულა ჩვენი ხსნისათვის. მან შეაღწია თვით სიკვდილშიც, რათა იქაც ყოფილიყო სიცოცხლე და სინათლე. ქრისტემ მკვდრეთი აღსდგა სიკვდილითა, სიკვდილი დაამხო და ჯოჯოხეთიდან ამოიყვანა ყველა მართალი. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგახაროთ. მეგობრებო, გთხოვთ გააზიარეთ ეს ვიდეო სოციალურ ქსელებში, თქვენს მეგობრებში, ნათესავებში და გამოიწერეთ არხი, ვისაც ჯერ კიდევ არ გაქვთ გამოწერილი. დიდი მადლობა.